მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ხართ ახალი გაშლის მოსმენის ხასიათზე. დავიწყებ მადლობით და მადლიერებით თქვენს მიმართ, იმისთვის რომ ხართ ჩემთან, მადლობა თქვენ უკავშირისთვის და ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები. დღეს კი მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა. თვის ბოლომდე რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? რა სასიკეთო მოვლენები მოიჩქარის თქვენთან? მაშასე ვნახოთ. თვის ბოლომდე ორ ვარიანტად გავაკეთოთ, ორი არკანი ამოვიდა პირველ ვარიანტზე, მაგრამ იყოს დავყავოთ და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი, მეორე ვარიანტი იყოს ავანტურინი მწვანე. შეიგრძენით თქვენი სასურველი ვარიანტი. იმედი აირჩიეთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მეორე დროებით გადავდოთ და მოგესალმებით პირველებო. რა სასიკეთო მოვლენები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? თუ თქვენ რაღაც კონფლიქტი გქონდათ საკუთარ თავთან, რაღაც გადაწყვეტილებას ვერ იღებდით, ან გიწევდათ ადამიანთან კონფლიქტი და ძალებს ატოლებდით ერთმანეთს. რაღაც მომენტში იკეტებოდით ემოციებს, არ უშვებდით ერთმანეთამდე და თუ ეს თქვენს საყვარელ ადამიანს ეხება და აქამდე ემოციებს არ უზიარებდით ერთმანეთს და რა ჩაკეტეთ ემოციები და ვინ უფრო მაგარი იყო და ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა აი ემოციურ კრიზისში, გეტყვით, რომ ეს პერიოდი სრულდება და მიაღწევთ ჰარმონიას ურთიერთობაში. თუ სამსახურეობრივ კარიერულ წინსვლაში აქ ყავდათ მეტოქე და გქონდათ კონკურენცია სამსახურში, აქაც გეტყვით, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას და თქვენი წარმატება გამოისახება ფულად ენერგიაში და მიიღებთ საკმარისზე მეტ ფულად ანაზღაურებას. რას ეხება? თუ ვინმე საზღვარგარეთ გქონდათ გადაწყვეტილი წასვლა, ან სადმე გინდოდათ წასვლა და იმედი გაგიცრუვდათ, ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გსურდათ, ან საბუთები არ იყო ისე, ფორმალობა არ იყო მოგვარებული, გეტყვით, რომ აქ დაგეხმარებათ გავლენიანი ადამიანი, რომელიც გაგიკვალავთ წარმატებისკენ ნამდვილად გზას, თქვენი მიზანდასახულობით და შრომით თქვენ აუცილებლად ნებისმიერ ასპექტში მოვიდა დრო, მომავალ ორ კვირაში მიიღოთ ის, რაც გსურდათ, რამაც იმედი გაგიცრუათ, ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობას თუ ფინანსურ კარიერულ წინსვლას. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი, მშვენიერი ვარიანტი იყო, მშვენიერი გაშლა იყო, მომეწონა და დაგელოდებით კომენტარებში პირველებო. მოდი ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ავანტურინი, ვინც აირჩია. სამყარო რას იუპრის გთავაზობთ თქვენ აი ამ თვის ბოლომდე, რა იქნება, რა მოხდება კარგი თქვენს ცხოვრებაში?
ერთგვარი ნგრევა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რაც შეიძლება დიდი ხანი აშენეთ, რაც თითქოს უკვე გაუფასურდა, რამაც თითქოს ხიბლი დაკარგა. შეიძლება რაღაც ოცნება გქონდათ დიდი ხნის, ბევრჯერ სცადეთ და კრახით დასრულდა, მეგობრებო, მაგრამ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება. ეხლა ხართ ძალიან ფრთხილები, ძალიან მოზომილები, შორიდან აკვირდებით სიტუაციას და ერთგვარ სიფრთხილეს იჩენთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ აი ამ ყველაფრის. მაგრამ ის, რაც რეალობაში თქვენს ცხოვრებაში მოხდა, რაც დაინგრა, რაც ჩამოინგრა, ის რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, მას თქვენთვის ბედნიერება ნამდვილად აღარ მოქონდა და სამყარომ გაიძულათ ახალ ეტაპზე გადასულიყავით და გებრძოლათ თქვენი წარმატებისკენ, თქვენი მიზნისკენ, თქვენი ოცნებისკენ სვლა დაგეჩქარებინათ, რაც შეიძლება ერთგვარად დაპაუზებული იყო. ახლა თქვენ აი ამ ნგრევის, აი ამ ერთი შეხედვით საოცრად ნეგატიური მოვლენის შემდეგ შეიძლება ცნობადიც კი გახდეთ, შეიძლება წარმატებულიც კი გახდეთ, ეს შეიძლება ტრამპლინი გახდეს თქვენი წარმატებისკენ. რა სიურპრიზს გიმზადებთ სამყარო თვის ბოლომდე? თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მეგობრებო, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ახალი სამსახური სურს, სრულიად ახალი გზით წახვიდეთ, შეიცვალოთ პროფესია და სწორედ აი იქ მოსინჯოთ თქვენი ძალები, რაც პროფესიულ წინსვლას და სტაბილურობას მოგიტანთ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანის რეალობაში გამოჩნდეს ახალი მამაკაცი, თუ ეს პირად ეხება, მეგობრებო, თუმცა თქვენ ცოტა ეჭვის თვალით უყურებთ ყველას და ყველაფერს ახლა. აღარ გჯერათ თითქოს. თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უკვე მიღებული გაქვთ, რომ თქვენი წარმატებისკენ იბრძოლოთ და წინ წახვიდეთ. რა სიურპრიზს გთავაზობთ? სიურპრიზი სწორედაც ის იქნება, რომ აი იმ ცუდს, რაც თქვენს რეალობაში მოხდა, გაანულებთ და თქვენ შეძლებთ, რომ გახდეთ ის, ვინც გსურთ, რომ იყოთ. თქვენში ახალი მე, ახალი ბავშვი იბადება, რომელსაც არ ეშინია ნაბიჯების გადადგმის უკვე, იმიტომ რომ მას უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და იცის ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას რა მოყვება. თქვენ ძალიან დიდი წარმატება გელოდებათ, თქვენ აქ აუცილებლად პირველ პლანზე საკუთარ თავს წამოსწევთ, დააფასებთ საკუთარ მეს და ეგოისტურად დაიწყებთ საკუთარ თავზე ფიქრს და ზრუნვას, მაგრამ ეს იქნება ჯანსაღი ეგოიზმი და გილოცავთ ნამდვილად. თქვენ აუცილებლად დაიდგავთ თავზე დაფნის გვირგვინს გამარჯვების ნიშნად, თქვენ მიიღებთ აღიარებას, ეს იქნება სამსახური, პირადი ურთიერთობა, თქვენ აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოდიხართ. თუ ზოგიერთ თქვენგანს რამოდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა დაორსულების და პრობლემა იყო უშვილობის, აქ ყველას არ ეხება, იცით რომ ეს საჯარო გაშლა, მეგობრებო, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ძალიან მალე სამყაროსგან პატარით დასაჩუქრდეს და ახალი სიცოცხლე მოავლინოთ თქვენ დედამიწას. აქ საოცრად კარგი არკანების წყობა წამოვიდა, მართლაც აქ თქვენ გელოდებათ აღიარება, წარმატება, წინსვლა და ბედნიერება. ამავე დროს შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს
სამსახურში წარმატება გქონდეს, ოჯახშიც მატება და აუცილებლად ფინანსური წარმატება ახლავს აი თქვენს ახალ გზას, თქვენ საკმაოდ რესურსული და საკმაოდ გაწონასწორებული ქალბატონი ხართ, რომელიც ნაბიჯ აი ამ თავისი სწორი დაგეგმარებით აღწევს აი იმ დიდ წარმატებას და იმ დიდ აღიარებას, რაც მე ზემოთ ვახსენე, გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. მე კი დაგელოდებით კომენტარებში და მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით დროებით.